შობადობის ისეთი მაჩვენებელიდან გამომდინარე, როგორიც შობადობის ზოგადი კოეფიციენტია, ნათელია, რომ მსოფლიოში საშუალოდ შობადობის დონე სადღეისოდ წინა პერიოდთან თუ შევადარებთ 1950-50-55 წლებს, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. შეგახსენებთ, რომ შობადობის ზოგადი კოეფიციენტი გამოისახება პრომილებში და ნიშნავს დაბადებულთა რაოდენობას მოსახლეობის 1000 სულზე. შობადობის მუდმივი კლების ტენდენცია მომავალშიც არის მოსალოდნელი და 2050 წლისათვის პროგნოზის საშუალო ვარიანტით მოსახლეობის 1000 სულზე დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები ბავშვი დაიბადება, ვიდრე 1950-55 წლების პერიოდში იბადებოდა. შობადობის თვალსაზრისით განსხვავება განვითარებულ და ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს შორის თვალსაჩინოა, რასაც თქვენ მოცემულ დიაგრამაზე ხედავთ. ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში წარსულში და სადღეისოდაც მოსახლეობის 1000 სულზე 2-ჯერ მეტი ბავშვი იბადება განვითარებულ რეგიონებთან შედარებით. მომავალში განსხვავება მათ შორის ნაკლები იქნება, თუმცა 2050 წლისათვისაც კი იქნება ეს განსხვავება შენარჩუნებული. ძალიან მაღალი შობადობით გამოირჩეოდა და გამოირჩევა აფრიკა. წარსულში შობადობა საკმაოდ მაღალი იყო აზიასა და ლათინურ ამერიკაში, თუმცა სადღეისოდ იქაც კი შობადობა მოსახლეობის 1000 სულზე თითქმის 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე აფრიკაში. ევროპაში შობადობა კარგა ხანია, რაც დაბალ დონეზეა, განსაკუთრებით 1980 წლების შემდეგ. ოკეანეთში შობადობის მაჩვენებელი ნაკლები იყო და ნაკლებად რჩება, ვიდრე ლათინურ ამერიკაში, თუმცა რამდენადმე მაღალია ჩრდილოეთ ამერიკასთან შედარებით. საერთოდ ტენდენცია მსოფლიოსა და მის ცალკეულ რეგიონებში წარმოადგენს შობადობის სისტემატიური შემცირება. შობადობის უფრო ზუსტ მაჩვენებლად მიჩნეულია შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში ქვემოთ მოტანილი იქნება მასზე მსჯელობა. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ დროთა განმავლობაში შობადობა მცირდება და 2050 წლისათვის მისი დონე საშუალოდ მსოფლიოში ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის მარტივ აღწარმოებასაც კი. ასეთი არასავალალო მდგომარეობა განვითარებულ რეგიონებში, ძირითადად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში უკვე 1975-80 წლების პერიოდში იქნა მიღწეული. 2005-10 წლების პერიოდისათვის შობადობა წინა პერიოდთან შედარებით კიდევ უფრო დაიკლო, თუმცა ეს კლება ყველაზე უმნიშვნელო იყო ჩრდილოეთ ამერიკაში და იქ უფრო რყევის ხასიათს ატარებდა და ატარებს, ვიდრე კლებისას. ამასთან 2020 წლის პერიოდისათვის მოსალოდნელია მისი რამდენადმე შემცირება და სტაბილიზაცია დაახლოებით 1,85 ბავშვის ფარგლებზე ერთ ქალზე გაანგარიშებით. განვითარებული რეგიონებსა და ევროპაში 2010 წლის შემდგომ პერიოდში მოსალოდნელია შობადობის ერთგვარი მატება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მატება საკმარისი არ იქნება თაობათა განახლების უზრუნველყოფისათვის. შეგახსენებთ, რომ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი ეს არის ერთი ქალის მიერ თავისი ცხოვრების განმავლობაში დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობა. ამდენად, როგორც საშუალოდ მსოფლიოში, ისე ევროპაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, აგრეთვე ოკეანეთში, არა მარტო 2050 წლისათვის, არამედ უფრო ადრედაც კი დამკვიდრდება შობადობის ისეთი დონე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. 2050 წლისათვის
შობადობის მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, მხოლოდ აფრიკაში იქნება შობადობის ისეთი დონე, რომელიც უზრუნველყოფს თაობათა გაფართოებულ აღწარმოებას. თვითონ აფრიკაში შობადობის მაღალი დონით გამოირჩეოდა და გამოირჩევა და მომავალ რიცხვებთან შედარებით მაღალი იქნება აღმოსავლეთ აფრიკა, ცენტრალური და დასავლეთ აფრიკა. წარსულში არსებული შობადობის მაღალი დონე ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში უკვე 2005-10 წლების პერიოდისათვის მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, ხოლო მომავალში ის კიდევ უფრო საგნებლად დაიკლებს. 1970 წლამდე შობადობის დონე ჯერ კიდევ მაღალი იყო აზიის ყველა რეგიონში, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შემდგომში თვალსაჩინო კლება მოხდა აღმოსავლეთ აზიაში, რასაც ძირითადად ჩინეთში მიმდინარე პროცესები განაპირობებდა. 2005-2010 წლების პერიოდში აღმოსავლეთ აზიაში ქალების საშუალოდ ერთი ბავშვით ნაკლები ჰყავდათ, ვიდრე სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში. მომავალში შობადობის კლება აზიის ცენტრალურ და სხვა ნაწილებში განსხვავებული სიდიდით წარიმართება, რასაც 2050 წლისათვის მოჰყვება სადღეისოდ არსებული განსხვავებების პრაქტიკულად ნიველირება. აი ჩვენ მოტანილ დიაგრამაზე ხედავთ შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტს აღმოსავლეთ აფრიკის, ჩრდილოეთ აფრიკისა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, ასევე ცენტრალურ აფრიკასა და სამხრეთ აფრიკაში. შემდგომ დიაგრამაზე ნაჩვენებია აზიის მიხედვით შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი, ის რაზედაც ჩვენ უკვე ვსაუბრობდით. შემდეგ დიაგრამაზე ევროპის ის რაზედაც უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში შობადობის დონე უფრო მაღალი იყო სხვა ნაწილებთან შედარებით, თუმცა მდგომარეობა უკვე 1990-იან წლებში იცვლება და 1995-2000 წლების პერიოდიდან აღმოსავლეთ ევროპაში შობადობის დონე უფრო დაბალია ვიდრე ევროპის სხვა ნაწილებში. შობადობის ძალიან მაღალი დონე, რომელიც ლათინურ ამერიკისათვის, განსაკუთრებით კი ცენტრალური ამერიკისათვის იყო დამახასიათებელი, უკვე 2005-10 წლებისათვის მნიშვნელოვნად იგულისხმება, რომ ორჯერ და უფრო მეტჯერ არის შემცირებული 1970 წელთანაც შედარებითაც კი. კლების ტენდენციას ადგილი შემდგომ პერიოდშიც ექნება და 2050 წლისათვის ევროპის მსგავსი გახდება. ჩრდილოეთ ამერიკაში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შობადობის საგნობრივი კლება ჯერ კიდევ 1960-70-იანი წლების პერიოდში მოხდა, როდესაც ერთი ბავშვით შემცირდა ერთ ქალზე და შემდეგ 1970-75 წლების პერიოდში, როდესაც კლება საშუალოდ ნახევარ ბავშვს შეადგენდა ერთ ქალზე. შემდგომში კლებას მოყვა შობადობის გარკვეული სტაბილიზაცია და რყევა დაბალ მოსახლეობის განახლებისათვის არასაკმარის დონეზე. ვარაუდობენ, რომ 2020 წლის შემდეგ შობადობა ჩრდილოეთ ამერიკაში სტაბილიზირდება საშუალოდ ერთ ქალზე 1,85 მეასედი ბავშვის ფარგლებში. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკვე 1975-1980 წლების პერიოდში შობადობის დონე დაბალი და ევროპულის მსგავსი იყო, რასაც ჩვენ შემდგომ დიაგრამაზე ხედავთ. რასაც მათში ძირითადად ევროპული წარმომავლობის მოსახლეობა განაპირობებდა. ამავე დროს მელანეზიაში, მიკრონეზიასა და პოლინეზიაში საგრძნობი კლების მიუხედავად შობადობის დონე მნიშვნელოვნად მაღალი იყო ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან შედარებით. შემდგომ პერიოდში უმნიშვნელო კლების შემდეგ
შობადობის დონე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 2005 წლიდან სტაბილიზირდება 1,9 ბავშვის ფარგლებში ერთ ქალზე. იმავე დროს ოკეანეთის სხვა ნაწილებში შობადობა განაგრძობს კლებას და მაგალითად მიკრონეზიაში 2035-2040 წლების პერიოდში იგი ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მსგავსი იქნება, ხოლო შემდეგ შესაძლებელია მასზე რამდენადმე დაბალიც კი. გავიხილოთ შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტები. შეგახსენებთ, რომ შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტი, რომელიც აგერ მოცემულ დიაგრამაზეა მოცემული, წარმოადგენს გარკვეული ასაკის 1000 ქალის მიერ დაბადებული ბავშვების რაოდენობას. შობადობის ასაკობრივ კოეფიციენტსაც, ისევე როგორც სხვა განხილულ კოეფიციენტებს შობადობისას, დროთა განმავლობაში ძირითადად კლების ტენდენცია ახასიათებს. ჯერ კიდევ 1970-იანი წლების პირველ ნახევარში შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტები დღევანდელთან შედარებით ყველა ასაკში საკმაოდ მაღალი იყო. შობადობის კოეფიციენტების კლება ყველა ასაკში წარმოებდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი 30 წლისა და უფროს ასაკში იყო, თუმცა საკმაოდ საგრძნობი იყო ასევე კლება 20-29 წლის ასაკის ქალებშიც. როგორც სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლების შემთხვევაში, ისე შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტების დროს საკმაოდ მნიშვნელოვანია განსხვავება განვითარებულ და ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს შორის. ამასთან, განვითარებული რეგიონებისათვის გარკვეული თავისებურებაა დამახასიათებელი, რაც არ გვხდება ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში. კერძოდ, გაეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ განვითარებულ რეგიონებში ძირითადად 25-39 წლის ასაკის ქალების შობადობის კოეფიციენტები, რომლებმაც კლების შემდეგ ეს არ ეხება სხვა ასაკის უფრო ზედას 30-34 ასაკის ქალებს მაგალითად დაბალ დონეს 2005-10 წლების პერიოდში მიაღწიეს. 2010 წლის შემდეგ დაიწყებს იგი გარკვეულ მატებას. განსაკუთრებით ეს ეხება 30-34 წლის ასაკის ქალებს, რომელთა შობადობა უკვე სადღეისოდ არის მაღალი 1970-1975 წლის დონესთან შედარებით. და ის მომავალში კიდევ უფრო შეიძლება მნიშვნელოვნადაც კი მოემატებს. მსგავსი კანონზომიერება დამახასიათებელი იქნება ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებისა და ავსტრალიისა და ახალი ზელანდიისათვის. ზემოთ აღნიშნული შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტებისათვის დამახასიათებელი ცვლილებები მსოფლიოს განვითარებული და ნაკლები განვითარებული ქვეყნების რეგიონებისათვის აი თქვენს წინაშეა დიაგრამებზეა მოცემული. ახლა ჩვენ ხედავთ აფრიკას, აზიასა და ევროპას, ახლა ლათინურ ამერიკას, ჩრდილოეთ ამერიკას და ოკეანეთს.